20 იანვარი ოცნების საიმედო თარიღი, რომელიც რეალურად ოლიგარქის ილუზიებს თავდაყირა დააყენებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღე რჩება. მილიარდერის გარემომცვიდან კი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არავინაა მიწვეული. ამერიკის 47 პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დაესწრება. სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში კონგრესმენ ჯო ვილსონის მიწვევითაა ჩასული და არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში მარკო რუბიოს შეხვდეს. ის ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანია და სწორედ მის სახელზე გაიგზავნა იმ ადამიანთა სია, რომლებიც სანქციების მთავარი სამიზნეები უნდა გახდნენ. საუბარია დაახლოებით 25 პირზე, ვინც ოლიგარქის რეჟიმს რეპრესიებში ეხმარება, მათ შორის არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. დიახ, 30 საათზე ნაკლები რჩება ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. მოსალოდნელი სარეკორდო ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს 20 იანვარს ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით დადებს. ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, ღია ცის ქვეშ ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას 220,000-ზე მეტი მსურველი შეძლებდა. თუმცა ამ მონაცემებით დარბაზი, სადაც ახლა ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდება, მხოლოდ 600 ადამიანს იტევს. რა შეიცვლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაში. მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას. გაუმართლებს თუ არა, იმედებს ივანიშვილის პრემიერს ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც მას ასე ეიმედებოდა ბაიდენის წასვლის შემდეგ. პოლიტიკის მკვლევრები ფიქრობენ, რომ რეჟიმი არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშულ რგოლად გამოყენებას ვერ შეძლებს. ერთი მხრივ ადმინისტრაციის შემადგენლობის გამო, მეორე მხრივ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო იდგეს ჩინეთის, ირანის, ჰეზბოლას გვერდით. მარტივად ტრამპის ტრების მოკავშირე ვერასოდეს გახდება. ძალიან დიდ მსხვერპლად წავიდნენ ევროპარლამენტთან ჰქონდათ საპარტნიორული ურთიერთობა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, ძალიან მსხვილ პარტიასთან, ხო, ევროპულ სახალხო პარტიასთან ერთად და ურთიერთობები შეწყვიტეს ფაქტიურად იქიდან გარიცხეს იმის გამო, რომ ორბანის მიერ ორგანიზებულ რაღაც ფორუმებს ესწრებოდნენ, სადაც კონსერვატორი იყო, მათ შორის ტრამპის მომხრეები და მომავალი ადმინისტრაციების. ესეთი ფსოლინდად ისეთ ხსოვებზე წავიდნენ და იმდენად გააფუჭეს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, იმდენად არ მუშაობდნენ, თვითონ არ ემზადებოდნენ, ესეთი ამ პერიოდისი სოციალისტის რო ეხლა დარჩნენ ესეთი სხვების იმედის ამარა, ხო, ესე იგი ფაქტიურად პროაქტიული პოლიტიკა აღარ აქვს, ხო, და კიდე იმიჯი რეპუტაციულად ისეთი ზიანი აქვს, რომ ახლა რეალურად არ წაესვლება ბევრს უკვე ამერიკაში, აგერ სანქცირებული არის რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ვინ არის დაპატიჟებული ინაუგურაციაზე, ვინ არ არის, ვინ მოახერხა ტრამპთან კომუნიკაციის დამყარება მისი არჩევიდან მალევე და ვინ ვერ მოახერხა და ამ მხრივ ქართულმა ოცნებამ მიუხედავად იმ უზარმაზარი თანხებისა, რომელიც მათ გაიღეს ლობიზმში, მიუხედავად იმ უზარმაზარი მცდელობებისა, რომ დაეკავშირებინათ რამენაირად ბიზინა ივანიშვილი ტრამპთან, ეს ვერაფერი ვერ მოხერხდა. შესაბამისად ნებისმიერი მოლოდინები, რომ სანქციები გაუქმდება, ან ახალი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ქართულ ოცნებასთან ურთიერთობებს გადათვირთავს, არაფერს არ ეფუძნება, პირიქით ჩვენ ველოდოთ უფრო მეტ წნეხს ქართულ ოცნებაზე და ამ წნეხის შედეგად იმ ორი მთავარი მოთხოვნის შესრულებას. პირველი ეს არის ახალი არჩევნები, მეორე კი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებიან პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია. ვაშინგტონში იმყოფებიან ფედერალისტების ლიდერებიც გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლებიც სამუშაო შეხვედრებს მაღალი თანამდებობის პირებთან მართავენ. არავის ეგონოს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს არ ანაღლებს, ანუ ჯილდოა და რაღაცებს რო იძახიან, ეს არის სრული ბლეფი და სისულელე. იმიტომ რომ ვიცით კონკრეტული ხალხი, ვინც დაიქირავეს ახლა იმისთვის, რომ ეს თემა და ნაჯახივით ურტყავენ ამ თემას. პირველად გავიგეთ, რომ ყავთ ხალხი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აქ მდგომარე და ტრამპთან და როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად ცდილობს ამის შეცვლას. ერთჯერობით დასალაგებელია ადმინისტრაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩინეთის, ირანის და ჰეზბოლას მოკავშირე საბოლოო ჯამში ვითარება შეუძლებელია, რომ შეუმსუბუქდეს იმ პოლიტიკურ წრეებში, ვისთანაც ჩვენ მქონდა გუშინ შეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულია არგენტინის, სალვადორის, ეკვადორის პრეზიდენტები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტი, რომელიც თავად არ დაესწრება ღონისძიებას. მიწვეულია იტალიის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის ყოფილი პრემიერი, ინაუგურაციას ასევე დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მიიწვია. ივანიშვილის რეჟიმის წევრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწევია.